თბილისში პირველ თებერვალს სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 9-11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. მასში ფოთის ჭადრაკისა და შაშის სასპორტო სკოლის 9 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. ქალაქ თბილისში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი 9-11 და 13 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, სადაც მონაწილეობს საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენი საჭადრაკო სკოლა წარმოდგენილია ტურნირზე 9 მოჭადრაკით, მათ შორის არის 4 მოჭადრაკე, რომელიც ითვლება ტურნირის ფავორიტად თავიანთ ასაკებში. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით და გაგრძელდება როგორც გითხარით 9 თებერვალამდე. იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოვიპოვებთ. 2 თებერვალს ტარდება ტრადიციული ტურნირი ფოთის გრან-პრის გათამაშების პირველი ეტაპი 8 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირი რამოდენიმე ლიგად არის დაყოფილი და მასში 100-მდე ფოთელი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ადგილებზე გასული მოთამაშეები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ეს ტურნირი ემსახურება მიზანს, რომ მოვამზადოთ ჩვენი მოჭადრაკეების სამეგრელოს ასაკობრივი ჩემპიონატებისთვის. გარდა ამისა, დამწყები მოჭადრაკეებისთვის ეს იქნება ერთგვარი საკვალიფიკაციო ტურნირი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ტურნირი დაიწყება 2 თებერვალს და გაგრძელდება 8 თებერვალამდე. დღეში მოქნება თითო ტური და მასში მონაწილეობას სულ 100-მდე ფოთელი მოჭადრაკე მიიღებს. მე თითოეულ ადგილს ვუსურვებ წარმატებას. ვემზადები ტურნირისათვის და მინდა რომ ყველა ტური მოვიგო. მეტი მაქვს რომ გავიმარჯვე. დამწყები მოჭადრაკე ვარ. ჩემთვის მესამე ტურნირია და იმედია გავიმარჯვე. ფოთის ნანა ალექსანდრია სახელობის ჭადრაკისა და შაშის სასპორტო სკოლაში 150 ბავშვი დადის.